ვალერი გელაშვილი იყო მიწვეული ხტომაზე. ვალერი გელაშვილი არის ბიზნესმენი, რომელიც მიშას ბრძანებით, რომელსაც ფიზიკურად ძალიან მძიმე ანგარიშწორება მოუწყეს 2005 წელს კინაღამ, ვერ გადარჩა ისეთი მძიმე დაზიანებები მიაყენეს. ვალერი გელაშვილი ოცნების მთავრობის წევრიც არის, ანუ დეპუტატი იყო ამათი შემადგენლობიდან, აქტიური ოცნების მხარდამჭერია და ფაქტიურად ამ გუნდის წევრია. და ამის მიუხედავად ესეთი განცხადება გააკეთა ამ ხტომას. კიდევ ერთხელ მობრძანებისთვის ჩვენ ერთ დროს ერთად მოგვიწია არჩევნებში ბრძოლა, თქვენ შიდა ქართლში, მე დედაქალაქში და ვადასტურებ, რომ ეს იყო უმძიმესი დღეები და თვეები, როდესაც 2012 წელს ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით ვიბრძოდით იმისთვის, რომ სააკაშვილის რეჟიმი გადამდგარიყო და მშვიდობიანად წასულიყო ხელისუფლებიდან. მადლობა თქვენ ამ ბრძოლისთვის, მობრძანებისთვის მადლობა. მაგრამ ქალბატონია მე ამას არ ვუსახურებ. ბატონო, ამას არ ვუსახურებდი. ეგ რა არის? ჩემი საქმე დამთავრებული. დაბრძანეთ თუ შეიძლება ბატონო ვალერი, დაბრძანეთ ჩვენ ხომ აქ მშვიდობიანად ვსაუბრობთ. ეს საქმეები დაუსრულებელი რომ არის, გულისხმობთ გემთმშენებლობის ნაწილში პროკურატურაში შეტანის საჩივარს და მიხეილ სააკაშვილის ჯარიმის გამო რომ კიდე ქონება მიმატაინოს ჩვენმა ხელისუფლებამ. გასაგებია და რაც შეეხება, რომ ეს ჯარიმა არ გეკუთვნოდათ ესე თქვით. არ გაგისაჩივრებიათ? ამ ხელისუფლებამ საკუთარ ხელისუფლებას უჩივლო? ვის გამოც ვიბრძოლე 2012-ში? რატო სააკაშვილის ჯარიმას თუ გასაჩივრებდით ეს ხელისუფლება რა შუაშია? ამ ხელისუფლებამ ეს ჯარიმა გაგინახევრათ, ხო ასეა 2 მილიონი გაპატიათ. კი. და ასევე პირველი და მეორე ინსტანცია სასამართლოში მოგიგიათ, ხომ და ელოდებით უზენაესის გადაწყვეტილებას. ალბათ სააკაშვილი რო ყოფილიყო ხელისუფლებაში ამ ორ ინსტანციას ვერ მოიგებდით, მაგრამ ხო სააკაშვილის ხელისუფლებაში გემჩენებლები წავაგე. ცოცხლები თუ იქნებოდით, ეგეც საკითხავია, სააკაშვილი რო ყოფილიყო, ამიტომ ბიძინა ივანიშვილს მადლობა ამისთვის, რომ ჩვენ ვართ ცოცხლები, სხვას რო ყველაფერს თავი დავანებოთ. უკვე წასული ისტორია. წასული ისტორია არ არის, იმიტომ რომ მე არ ვიცი როგორ ჩანს ეს ვილნიუსიდან, რომელიც დღეს ყველას გვასანქცირებს და სანქციების ქვეშ გვამყოფებს, არც ამას ჩვენ არ ვიმსახურებთ თქვენი მეორე მოქალაქეობის სახელმწიფოსგან. მაგრამ იქიდან როგორ ჩანს ეს არ ვიცი, მაგრამ სააკაშვილი წასული არსად არ არის, ცდილობს დაბრუნებას. ამიტომაც მუშაობთ ჩვენ იმისთვის, რომ ეს არ მოხდეს. დანარჩენი გასაგებია, ამ ხტომას პროკურატურაც ისმენს და საქართველოს სასამართლოებიც და იმედი მაქვს, რომ თქვენი სხვა პროცედურებიც დამთავრდება ისეთივე წარმატებით, როგორც ხაზს უსვამ ქართული ოცნების ხელისუფლებამ გამოიძია თქვენზე თავდასხმის საქმე და დაისაჯნენ ის პირები, ვინც იყვნენ დამკვეთები. შესაბამისად, ესეც უნდა აღინიშნოს ხმამაღლა, რომ არა ეს ფაქტობრივი გარემოებები დღეს დადგენილიც კი არ იქნებოდა. ამიტომ მადლობა პროკურატურას ამ საქმის გამოძიებისთვის და ის საქმე, რომელიც შეტანილი გაქვთ, იქ იმედი მაქვს, რომ მალე დადგება ის შედეგი, რომელიც თქვენ მოგწონთ და რომლისკენაც ისწრაფვით. დიდი მადლობა. ჯერ სანამ ზოგად ანალიზს გავაკეთებთ, ბოლოდან მინდა რა დავიწყო რა. ბოლოდან რატომ მინდა დავიწყო გეტყვი. რაღაცა საინტერესო მდგომარეობა არ არის, რომ ადამიანია, რომელიც ცდილობს, რომ ხელისუფლებისგან იპოვოს სამართალი. და ამ ხელისუფლების წარმომადგენელი ამის მაგივრად საკუთარ თავს, ანუ ხელისუფლებას უხდის მადლობებს, რომ არა თქვენ რატო აკიღენებთ ეგრე საკითხს, რომ 12 წელია სამართალი ვერ იპოვეთ რა, მიშას მკვდარი იქნებოდი ვაფშე შენ. და ვაფშე მადლობა ბატონ ბიძინას, აი თქვენ კი არ უხდით, მაგრამ აი მე მოვხდი თქვენ მაგივრად მადლობა ბატონ ბიძინას, აი ბიჭო, რა მდგომარეობა ეგ ხა? მაგ ადამიანს სამადლობლოთ რო კონდეს საქმე რა, ვერ მოიხდიდა თვითონ მადლობას? თუ უმადურია, მკვდარი რო არ არის თქვენ ხელში ხა, შეიძლება ვერ მიაღწია სამართლიანობას და 12 წელია რაღაცეებზე დაობს და ვერ დააყენეთ თქვენ საშველი, მაგრამ მკვდარი რო არ არის. მე გეტყვი მანდ რატო ხდება ეგეთი
განწყობის შექმნა. იმიტომ რომ ხელისუფლებას წარმოუდგენია, რომ ფეოდალიზმია. ფეოდალიზმში შენ ძალაუფლება გეკუთვნის ღვთისგან. ანუ შენ რაღაც კი არ გირჩევენ, კაც, შენია და ვიღაცას თუ გინდა აჩუქებ რაღაცას, ვიღაცას თუ გინდა წაართმევ. ხელისუფლება ცოტა ვერ იაზრებს, რომ დაქირავებული ხალხია. დროებით არის მაგ თანამდებობებზე და რასაც ეხა ამადლიან იმ გელაშვილს, ეგ მათი კონსტიტუციით და კანონმდებლობით გათვალისწინებული უფლებებია. ანუ სააკაშვილის დროს მკვდარი იქნებოდი მაგას რო ეუბნები ხა ადამიანს. ეგ ხო იგულისხმება რომ ხო და მადლობა თქვი ეხა რომ ჩვენ ხელში ბოლოს ეგრეც დადგა საკითხი რომ იმან მადლობა გადაუხადა. ანუ თუ მთელი აი კომპოზიცია როგორი იყო, საინტერესო კომპოზიცია. სხვათა შორის ეს ბიზნესმენი თვითონ ოცნების მთავრობის წევრი იყო 2012 და 2016 წლის პარლამენტში. პარლამენტის წევრი იყო ოცნების შემადგენლობაში. და ძალიან საინტერესო მოვლენაა, ნახე. ოცნების წევრმა, რომელიც ნუ როგორც ჩანს ისეთი შეიძლება პრივილეგი, ისეთი ვერ მოახერხა იმდენი რომ ქონება დაებრუნებინა, ოცნების წევრს არ დაუბრუნეს ქონება. სხვა ჩვეულებრივი ადამიანები რა დღეში დაყვეს ხო? დიდარი ბიზნესმენი, რომელიც თან ამ მთავრობის წევრი იყო და სამართალი მაინც ვერ იპოვა. სამართალი ვერ იპოვა. და მადლობებს ახტევინებენ 12 წლის მერე რომ მკვდარი არ არის. ხო, ანუ ეგ გამოხატავს მთელი საქართველოს რა მდგომარეობაში ყავს ჩაყენებული. კინაღა მოკლეს მიშას დროს ცემით. ქონება წაართვეს ვალერი გილაშვილს და ეხლა რომ რაღაცა პრეტენზია გამოთქვას ხტომაზე, მადლობა გადაახტევინეს რომ ცოცხალია და კინაღამ რომ მოკლეს მიშას დროს, აი რა საქმეც ერთ-ერთია ესეთი რეზონანსული საქმე იყო და მიშას ფლანგი ერთ-ერთი რა საქმითაც დაზიანდა, აი ეგ რომ გამოვიძიეთ მაგაზე ხალხო, ეს მარტო ვალერი გელაშვილზე მიმართვა არ არის, ეს არის მოსახლეობაზე მიმართვა. ხალხო თქვენ მაგაზე იხადეთ მადლობა და მადლობა იხადეთ სულ, იმიტომ რომ შენ როგორც კი იტყვი რომ მიშა სააკაშვილი კი მარა რავი გაფარჩაკებულია სადღაც იმაში რა ქვია პამპერსებით იმაში ვივამედი და რაღაც სასაცილო მდგომარეობაში. ხო დამთავრდა ეს მიშას დრო რამდენი ხანი მელაპარაკებით ამ მიშაზე არ ვიცი ხა შენი გადმოსახედიდან ეგ როგორ ჩანს, მაგრამ ჩვენი გადმოსახედიდან მიშა სააკაშვილი სუ იქნება კიდე დიდხანს იქნება ეგ დაბრუნება სტილობს, ამიტომ მადლობა იხადე და ჯერ კიდევ მაგ რეჟიმში დარჩი რომ მე ეხლა ჩემი მართლობა მაგაზე იდგება? აი მე რა ვერ გავიგეცი. ამ ქართულ მოუწნებამ რაღაცა ერთი ხაზი რო აირჩიოს, არ შეიძლება. 2023 წლის მერე სულ რაც მესმოდა ქართული ოცნებიდან ის იყო რომ მიშა დამთავრდა, ნაცები გავაფარჩაკეთ, ნაცები საფრთხე აღარ არიან, აღარ არსებობენ და მიშა იქ ვიღაცა რაღაც მასავით ზის. ბიჭო, ეგ თუ ეგრეა და გელაშვილმაც თუ ეგ თქვა. ეხა ისევ რატო შემოატრიალეთ ეს პლასტინგა და მიშა ისევ შეიძლება დაბრუნდეს ფრთხილად იყავით და სანამ მიშას დაბრუნების საფრთხე არის, ჩვენ სულ იქნებით. ხო, აი და ნახე რაში ესაქმე იმ გელაშვილთანაც ამ გამოსვლაზე, ხო, ისეთი რაღაცები ითქვა, რომ გელაშვილთანაც პრეტენზია უნდა ქონდეს მოსახლეობას. რა ნათქვამია ეს საკუთარ ხელისუფლებას ხო არ უჩივლებ. აი ეგ რას ნიშნავს? როგორ რაღაცა იცი, ეხლა საკუთარ ხელისუფლებას, რა ვიცი, შეიძლება თქვენ ხართ ხელისუფლებაში, გაიგე? და თქვენ კარგად ახართ, არ ვიცი, ეხლა თლად ისე კარგად შეიძლება თითოეული წევრი არ იყოს, როგორც უნდა. მაგრამ ნუ მეტნაკლებად რაღაცა ჩემ ხელისუფლებას ხო არ უჩივლებ, მაგრამ ეგ ხო გამოხატავს ეხლა დანარჩენი ნაწილი როგორ არის მოსახლეობის. დანარჩენი ნაწილი ისეა, რომ შენ რო არ აღგიდგინეს რაღაცა სამართლიანობები, რაც ითხოვდი, სხვები საერთოდ არც განიხილეს. სხვები ვერც შეიძლება ვიღაცები ვერც ბედავენ რამის თქმას. და რა თქმა უნდა, კაცო, აბა როდემდე უნდა ვიჯდეთ და ეს როდემდე უნდა ვისმინოთ, რომ სულ მიშა სააკაშვილია და მიშა სააკაშვილი წარსული არ არის. როდემდე უნდა არ იყოს წარსული. ეს როდემდე უნდა ვუტაროთ ამ ხელისუფლებას, რომ ეს აქეთ ბედავს და
და რა ვიცი 12 წლის თავზე გვეუბნება თუ რამდენი წელი გავიდა რომ წარსული არ არის სააკაშვილი. წარსული რო არ არის ვისი ბრალია კაცო მაგისთვის მოგიყვანეთ რომ წარსული ყოფილიყო სააკაშვილი. ხალხი დაბერდა და რავი კიდე მაგას ბედავენ და მაგას უმეორებენ რომ წარსული არ არისო და კიდე ერთი ვიდეოა წარსული რატო არ არის მე თვითონ წულუკიანმა ახსნა წარსული სააკაშვილი რატო არ არის. და ასე თუ ოცნება არავინ არ შეაწუხა, არც იქნება წარსული სააკაშვილი, ეგრე გამოდის. ეს მავნებლები ჯერ კიდევ ფართხალებენ, მათ შორის სამეგრელოში და ქმნიან ილუზიას იმის თაობაზე, რომ საერთოდ რაღაცას წარმოადგენენ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, და არცად წასვლა ჯერჯერობით არ ვაპირებთ მანამ სანამ ისინი ფართხალებენ, რომ მათი არსებობა პირდაპირ პროპორციულია ჩვენი არსებობის. ჩვენ ვართ ჯარისკაცები. არსად წასვლას არ ვაპირებთ, სანამ ისინი არ განადგურდებიან. ეს საინტერესო. ბიჭო, აი არსებობს ლოგიკის ფუნდამენტური კანონები. მეორე კანონი არის ურთიერთწინააღმდეგობის. არ შეიძლება ადამიანი თავის ტექსტში ორ ურთიერთ საწინააღმდეგო რაღაცას ამბობდეს და ორივე მართალი იყოს. თან ამბობს რომ რაღაცას ფართხალებენ და ილუზიას ქმნიან თითქოს რამეს წარმოადგენენო, ანუ ამბობს რომ ეგენი რომ რამეს წარმოადგენენ ილუზიაა. ესე იგი არ წარმოადგენენ არაფერს. და მეორე ეგრევე ამბობს რომ მაგათგან საფრთხე მოდის და ესენი ჯარისკაცები არიან და არ დაუშვებენ მაგათ მობრუნებას და ეგ ორი რაღაცა ერთმანეთს ეწინააღმდეგება. ან რეალური საფრთხეა და მაშინ რაღაცას წარმოადგენენ კი არა, კაცო, ძალიან დიდი საფრთხე ყოფილა, საშიშები ყოფილან და შენ მაშინ აი ჯარისკაცი ხარ და ვაჩერებ, ან არაფერს არ წარმოადგენენ, ეგ ილუზია და მაშინ შენ რისი ჯარისკაცი ხარ, კაცო, დაწყნარდი, არაფერს არ წარმოადგენენ თურმე ეგენი. ლოგიკაა გეტყვი. ნუ ლოგიკა მაგ თვალსაზრისით არ არსებობს. ეგ ლოგიკის დარღვევაა პირდაპირ. დარღვევა, რასაც ამბობს, მაგრამ რეალურად რა ლოგიკაა ამ შემთხვევაში, ანუ ქართული ოცნების ლოგიკა რა არის? თუ რეალურად შეეწინააღმდეგება და გააქრობს პოლიტიკური ველიდან, მაშინ ისიც უნდა გაქრეს, იმიტომ რომ მაგ ძალის ფონზეა ეს კიდევ რო ფართხალებს. და თუ არ გააქრობს და ასე შემოინახავს, როგორიც არის ახლა, რა ფორმითაც არის ქართული ოცნება, ამით ქართული ოცნება კი არის ნაციონალური მოძრაობა. ამ მეთოდით და ამ სტრატეგიით ქართული ოცნება იხანგძლივებს საკუთარ ძალაუფლებას. ეგ არის მათ ლოგიკა. თან ფართხალებს და თან საშიში ძალა და ყოველ წამს შეიძლება რევანში განახორციელოს ნაციონალურმა მოძრაობამ. ეს არის მხოლოდ ერთი, აი რაზეც რავი წლებია საუბრობთ, რომ ხელისუფლება შეგნებულად კაცო არანაირი დასავლეთიდან ზეწოლის გამო კოჰაბიტაცია არ წამოიწყეს. ეგ ჩვენ გველაპარაკებიან და გვეუბნებიან მაგას. სინამდვილეში შეგნებული პოლიტიკა იყო, სხვადასხვა ძალიან ვერაგული, ჯერ კიდევ ძველი ბიზანტიელები იმეორებდნენ ამ ხერხს. მოწინააღმდეგეს, როდესაც დაამარცხებდნენ, იმ მოწინააღმდეგეს კი არ კლავდნენ. შენ რომ მოწინააღმდეგეს მოკლავ, იმ სივრცეს მე ახალი ვიღაცა მტერი დაიკავებს. მტერი ყოველთვის არსებობს. ამიტომ ის გაფარჩაკებულ, გაუბედურებულ მდგომარეობაში ტოვებდნენ და იმის ფართხალის ფონზე თვითონ მე და 1000 წელი გაძლო, კაცო, ბიზანტიამ მაგ ხერხით. კიდევ რომის იმპერიო დაიშალა, კიდე 1000 წელი იარსება. ამიტომ აქ არაფერი გასაკვირი არ არის, ხელისუფლება მიმართავს გასაგებ სტრატეგიას, უბრალოდ სახელმწიფო ზიანდება. უბრალოდ სახელმწიფო ზიანდება და აგერ განახევრდა ჩვენიერი ამ პოლიტიკის შედეგად. ამიტომ ხო იცი, ისე არის, ჩამოყალიბდით ხალხო რა, ან ნაცები საფრთხე არიან და რეალური საფრთხე და პოლიტიკური ძალა, რომლისგანაც ერი გადასარჩენია, ან გაფარჩაკებული არარაობები არიან და არაფერ საფრთხეს არ წარმოადგენენ და ეგ ორივე ერთად შეუძლებელია, ანუ თან ფარჩაკი კვერცხები არიან, რომლისგანაც არაფერი საფრთხე არ მოდის და მიშა კლოუნია და თან შეიძლება მიშა მობრუნდეს და ხალხო ქართველო ხელი ხმალს იკარ, ისევ ბიზნეს დაუდგეთ გვერდით არ მობრუნდნენ, აი ეგ ორივე ერთდროულად რანაირად მუშაობს ვერ გავიგე. მოდი ხალხმა გააცნობიეროს, ესენი არაფერს არ გააცნობიერებენ, ამათ თქვენს თავისი ფორმულა. ჩვენი არსებობა პირდაპირ პროპორციულია ნაცების არსებობის.
ნაცები თუ არსებობენ, ჩვენც ვარსებობთ. სხვანაირად ჩვენ დაგვერხევა. ამიტომ ნაცებს ვაარსებებთ, ვილაპარაკებთ ნაცების არსებობაზე საფრთხეზე იმისთვის, რომ ჩვენ ვიარსებოთ.